მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვიწყებთ დიდი 10-17 ტურის პირველი მორიგი მატჩის ტრანსლაციას რაგბი ტივის ეთერში, სადაც ქუთაისის არესი უხდება ქუთაისში სამცხე-ჯავახეთის ტაოს. ძალიან მალე დაიწყება უკვე მატჩი, ვხედავთ ზად არიან მორაგბეები მატჩის დასაწყებად, შოთი საგარეიშვილმა მისცა კიდეც ნიშანი უკვე მატჩის დაწყებისა, მიუყვე თამაშის მსვლელობას და მსვლელობისას გაგაცნობთ უკვე გუნდების შემადგენლობას. პირველი ბურთი მარტივად მიიღეს სამცხე-ჯავახელებმა და შემდეგ პირველსავე წუთზე დაარღვიეს თამაშის წესები ქუთაისელებმა. ნახოთ ეხლა გადაიტანს ბურთს უკვე რეზი ბროძელი კიდეზე. დაიწყებს თავკუთარ პირველ შეტევას დღევანდელ მატჩში სამცხე-ჯავახეთის ტაო. სათქმელია რომ ტაომ ორი ტურის წინ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მათთვის უნიშნელოვანესი მატჩი არის ერთ-ერთ ლიდერთან წლევანდელი გათამაშებისა დღევანდელი მატჩი. ისინი ძალიან ახლოს არიან ბოლო პოზიციასთან და პირდაპირ გავარდნასთან და დაქვეითებასთან დიდი 10-დან სულ რაღაც 5 ქულა აშორებს ბოლნისის ყოჩებს მათგან თავის მხრივ საკმაოდ ახლოსაც არიან იმასთან სულ რაღაც 4 ქულის სხვაობაში სტეფან წმინდის ყაზბეგთან, რომ საერთოდ მე-9 ადგილსაც თავი დააღწიონ და მე-8 ადგილზე დაასრულონ შიდა ჩემპიონატი. მით უმეტეს სტეფან წმინდის ყაზბეგი დაამარცხდა გუშინდელ მატჩში ბათუმის წინააღმდეგ. აქ კი დაკარგეს საკუთარი პირველი დერეფანი ტაოელებმა. დღევანდელ მატჩს თქვენთვის უძღვებით მე ლაზარე ქარჩხაძე და ირაკლი ბაღათურია. როგორც ლაზარემ გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, როგორც ლაზარემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თამაშია ორივე გუნდისთვის, რადგან არესი პირველ ორ ადგილზე დარჩენისთვის იბრძვის, ხოლო ტაო მთლიანად ლიგაში დარჩენისთვის, რადგან მათ ახლა ჭირდებათ წყალივით მოგება, რომ ყოჩებს მაქსიმალურად დაშორდნენ და აღარ ქონდეს ყოჩებს დაწევის საშუალება. გუნდების შემადგენლობებიც თქვათ, რადგან არც თუ ისე სახიფათო მომენტია ახლა მოედანზე, გიორგი თევდორაძე დაარტყავს და გამოვა თავისი ნახევრიდან. დავიწყებ მე სტუმრებით ტაო სამცხე-ჯავახეთის ტაოთი პირველი იროდიონ ქუცნიაშვილი, 2 თამას კილაძე, 3 გიგა ქუცნიაშვილი, 4 რატუმელი ტურანგათა, 5 ბექა არველაძე, 6 ვეფხვია ფეიქრიშვილი, 7 პაატა ბურჭულაძე, 8 თორნიკე ზოიძე, 9-ზე რეზი ბროძელი იქნება, 10-ზე ოთარ ტალახაძე, 11 გიორგი შკინინი, 12 ლაისიასა ბოგინდრაუ, 13 გიგი გიგინეიშვილი, 14 ოთარ მეტრეველი, ხოლო 15 ნომრად საბა ნიკოლაშვილი იქნება, მენეჯერი ირაკლი გვენეტაძე, ხოლო მწვრთნელი მალხაშჭეიშვილი. რაც შეეხებათ მასპინძლებს 1, 2 და 3 ნომრები ნიკა სირაძე, ბექა მამრიკიშვილი და რეზი ბაკურაძე იქნებიან დღეს. მეორე ხაზში მურთაზ ცხაძე და იაგო ხილაძე უწყულდებიან 4 და 5 ნომრები ერთმანეთს, 6 პიტა იაბიმაი, 7 გუნდისთავი ბექა ვარდანიძე, 8 არსენ მაჩალაძე, 9 და 10 ნომრად დღეს გუგა მარგველაშვილი და გიორგი თევდორაძე არიან, 11 ჯოსევანი მდრავა, 12 ზურა ძნელაძე, 13 პატერსიო ფინაუ, 14 გივი ლეჟავა და 15 ნომრად ცოტნე კვესელავა ერჯება, გუნდის თავარი მწვრთნელი სერგო ფრუიძე გახავთ, ხოლო მენეჯერი გიორგი ჩიხლაძე. ეს კი გიორგი შკინინი, რომელმაც წამოიღო ბურთი თავისი ნახევრიდან და ძალიან მარტივად მოიგო რამოდენიმე მეტრი. ისევ რეზი ბროძელი მარჯვნივ ტალახაძე შევიდა ინტერვალში და პირველი ლელო, რომელიც გაიტანა სამცხე-ჯავახეთის ტაომ. ლელოს ავტორი კი ოთარ ტალახაძე, რომელმაც 15 ნომრის პოზიციიდან გადმოინაცვლა მგეზავის პოზიციაზე და საკმაოდ კარგად აათამაშა თავისი გუნდი. რა საინტერესოდ იწყება დღევანდელი მატჩი, სამცხე-ჯავახეთის ტაო ხსნის ანგარიშს მატჩი, საკმაოდ მოულოდნელად შექმნეს მომენტი სტუმრებმა და მშვენივრადაც გამოიყენა ის ტალახაძემ. თავადვე ემზადება ეხლა ამ გარდასახვის შესასრულებლად. ერთი მატჩის ოფიციალური მხარე გამოგვჭა ლაზარე, მთავარი რეფერი შოთა საგარეიშვილი, კიდეებიდან საბა მახარაძე და დავით ბალუაშვილი დაეხმარებიან. ერთი საინტერესო დეტალი, ჩემს ვიტყვი, თუ დააკვირდით გიორგი შკინინმა 10 ნომრის პოზიციიდან, რაც ძირითადად გაატარა სეზონში, გადმოინაცვლა ფრთის პოზიციაზე, რასაც
ჩემი აზრით საკმაოდ ლოგიკური ახსნა აქვს, როდესაც ის 10 ნომერზე თამაშობს, მთელი გუნდი სწორედ მას უყურებს თუ როგორ ითამაშებს, სად წავა და უფრო დიდი იმედი აქვს მისი და მთლიანად მასზე აწყობილი. აი ხა ფრთის პოზიციაზე რო იქნება, გუნდი უფრო თავისუფლად ითამაშებს და ფრთაზე გიორგი შკინინი ბევრად უფრო აქტიური იქნება და იმ სივრცეებს ძალიან კარგად გამოიყენებს, ასე რომ ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მისი ფრთაზე დაყენება და ვნახოთ, რამდენად გაამართლებს და მოიგებს დღევანდელ თამაშს ტაო. თან ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ თამაშის მერე იწყება ყოჩები აია ძალიან პრინციპული მატჩი. თითქმის იგივე ტიპის დაპირისპირება, რადგან არესიც პირველ და პირველ-მეორე ადგილისთვის იბრძვის, აია ზუსტად პირველ-მეორე ადგილისთვის იბრძვის და ყოჩები და ტაო უკვე დარჩენაზეა საუბარი, ასე რომ ძალიან საინტერესო შაბათი დღე გვაქვს. ყოჩები კარგ სხვაზე არის ბოლო ორი მატჩი, რაღაც გამოცოცხლდნენ თითქოს რეგულარულის ბოლოს და ძალიან საინტერესო მატჩი იქნება ნამდვილად. ხო რაღაც თვითგადარჩენის ინსტინქტივით აქვს, რომელიც აქტიურდება ეტაპობრივად და ეხლა იმ ეტაპზე არის ყოჩები, რომ ამ ინსტინქტს მოუხმეს და ვნახოთ, რამდენად გადარჩებიან. თუმცა თქვათ ისიც, რომ ეს პირველი გაშვებული ლელო, რომელიც არესმა გაუშვა, ეს ჩათვალეთ, რომ არაფერი არ არის, რადგან არესი თამაშობს ისეთ რაგბს, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ მაგალითად 10 წუთში 3 ლელო გაუტანოს და პასუხად არც ერთი არ მიიღოს, ასე რომ ნუ გავასწრებთ მოვლენებს და მივყვეთ მატჩის პერიპეტიებს. იმზადება ბურთის მოსაწოდებლად თამაზ კილაძე ერეფანში. ხო, სათადარიგო მოედანზე იმართება დღევანდელი მატჩი. გამომდინარე მძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობისა, რომელიც იმედია მალე გამოსწორდება ქვეყანაში. ამასობაში იაგო ხილაძემ შესანიშნავად მოიგო ბურთი დერეფანში, მეტოფის დერეფანში და უტევდა არსენ მაჩალაძე, უტევდა კარგად. ჭკვიანური გადაკიდება მარგველაშვილის, ნახოთ მოარტყამს თუ არა მოედანში და როგორ შეცდომას უშვებს აქ ახლა. 10 მეტრეველი. 4 მეტრეველი, რომელმაც ძალიან ბევრი ლელო გაიტანა ჩემპიონატში, მოულოდნელად. ვიტყოდი, მან ჰეტრიკით შეასრულა ერთ-ერთი თამაში, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი შედეგია. მეტრეველს 8 ლელო დაუგროვდა კროკობეთ დიდიათის ჩემპიონატში. პირველ ადგილზე არის 16 ლელოთი ტუიტაი, რუსთავის ხარების მოთამაშე, ფიჯელი ლეგიონერი. მეორე ადგილზეა კოხოძე აიას გარემარბი, რომელსაც დღეს ექნება შანსი, რომ მორიგი ლელო გაიტანოს და მესამე ადგილზე კობახიძე არესის შემადგენლობიდან, რომელიც დღეს მარკაფაშია და ექნება მას შანსი გაზარდოს ეს ციფრი, როგორც იცით, კვაჭები ძალიან კარგად თამაშობენ და ბევრი ლელოებიც გააქვთ თამაში მოლიდან გამომდინარე. აქ ძალიან ახლოს არის ახლა ქუთაისის არესი. თუმცა დერეფანში დარჩებათ ბურთი, რადგან როგორ შეცდომას უშვებს კი. პიტაიავი მაინც ცდილობდა ბურთის შემოგდებას და მოხვდა ერთ-ერთ ტაოს მორაგბეს, ამიტომ ბურთი კვლავინდებურად რჩება ქუთაისის არესს. ხო, ვიმედოვნებთ, რომ ამინდები მალე გამოსწორდება და უფრო კარგ მოედნებზე გვექნება თამაშები, უფრო კარგი ხედი იქნება და მით უმეტეს მიუახლოვდით. ეს ჯარიმა უნდა იყოს წესით. ჯარიმის უპირატესობა, რადგან ბექავარდაინძეს არ მისცეს მიწაზე წასვლის საშუალება და პირველი ლელო, რომელიც გაიტანა ბექამ ამრიქიშვილმა, ძალიან სწრაფი და ისეთი ლოგიკური პასუხი ქუთაისელების მხრიდან გაიაზრეს ის, რომ პირველი ლელო ძალიან სწრაფად გაუშვეს და ყველაფერი გააკეთეს სწრაფი პასუხისთვის. მამრიკიშვილი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე ქუთაისის არესის რიგებში, მას უთამაშია ისეთ კლუბებში, როგორც ჯიქი, ბათუმი, კიდე იქნებოდა იქ. ბათუმში ძალიან დიდი დრო ხანი იყო. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ორი ნომერია ალბათ შიდა ჩემპიონატში, ესეც შეგვიძლია ვთქვათ. აი დღეს ითამაშებს 4 საათზე. ცოტათი უფრო გამოცდილები შეიძლება მაქვს მხედველობაში შადრე და ჯაბა ბრეგვაძე, ანუ მამუკაშვილი და
ჯაბა ბრეგვაზე, რომლებიც ძალიან გამოცდილები არიან, საინტერესოა თუ დევს უკვე შემადგენლობები კი საკმაოდ საბრძოლო შემადგენლობებით არიან გუნდები გამოსულები და გირჩევთ რომ დარჩეთ 4 საათზე და უყუროთ თამაშს. შვიდი გახდა მატჩის ანგარიში. მე-10 წუთზე გაცვალეს ლელოები გუნდებმა ტალახაძე განაახლებს ახლა თამაშს. ეიყვანა ბურთი თამაში. სიღმეში დარტყმული ბურთი კარგად მიიღეს თაისელებმა. ამბავ ნახოთ გუგა მარგველაშვილი რომელიც დააგრძელებს რაკს ეს ძალიან კარგ ცხრა ნომრად ჩამოყალიბდა გუგა მარგველაშვილი უკვე სტაბილურად თამაშობს ძირითად შემადგენლობაში და კარგად კითხულობს თამაშს, კარგი ფეხი აქვს ძალიან კარგად შეთამაშებულია გუნდთან ზოგადად ეს არის არესის უპირატესობა თითქოს წლებია ეს ბიჭები ერთად მოდიან ერთ სივრცეში გაიზარდნენ და სიტყვოთ ესმით ერთმანეთის. თითქოს ახლად დაწინაურებულ გუნდად მახსოვს ისევ ქუთაისის არესი სულ რამდენიმე სეზონის წინ გადმოვიდნენ ისინი დიდაჩი, თუმცა საკმაოდ გამოცდილება დააგროვეს უკვე რამდენიმე სეზონი. თამაშეს საკმაოდ კარგი და ხარისხიანი რაგბიც აჩვენეს გუგა მარგველაშვილიც მათ ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება. ბირთვსაც ინარჩუნებენ, არ არის ეს გადასვლა გადმოსვლები ხშირად გუნდიდან და თუ გაძლიერება სჭირდებათ, ფიჯური რესურსით ძლიერდება ქუთაისური კლუბი და საკმაოდ კარგადაც, რადგან კარგად ჩაჯდა როგორც პიტაიავი მაი, ასევე ფინაუ და დრავა, რომელიც აიადან გადმოვიდა, ასევე ყავთ კიდე მათ სხვა ლეგიონერი. ტერექსი მაგალითად, რომელიც დღეს არ არის განაცხადში. კარგად აკონტროლებს ბურთს ჯერჯერობით არესი, თუმცა აი მამრიკიშვილი მიდიოდა აქ ბურთს ინარჩუნებენ კი, ბურთს ხედავთ და აქვთ შეტევის გაგრძელების უფლება ქუთაისელებს. კუცნიაშვილი კარგია ბოჭვაში, შემდეგ რეზი ბროძელი, რომელმაც მოიპარა ბურთი და კონჩეტევაზე მოდიან ტურანგათა, შკინინი, კარგი იყო შკინინი, მაინც დაიმორჩილა ბურთი, გადადის თამაში რაკში. გამოიტანა ბურთი ბროძელმა, არეული არის ქუთაისელთა დაცვის ხაზი. ახლოში დარტყმა კუცნიაშვილების დუო მიეძალა პირველ და 3 ნომერზე მოგეხსენებათ ძმები კუცნიაშვილები არიან. ისინი მანამდე ყოჩების ღირსებას იცავდნენ, წელს შეუერთდნენ და გააძლიერეს უკვე სამცხე ჯავახეთის ტაო. მაღალი დარტყმული, რომელსაც კარგი წნეხი დაადეს ბოგიდრაუ. ინარჩუნებს ბურთს ტაო და დაჯარიმდნენ აქ ახლა. არესელები ბროძელი სწრაფად ათამაშებს ბურთს მიიწევს, წინ შევიდა 22-ში. ბურჭულაძე, მაგარი ბოჭვა მოხდა ბურჭულაძეს, მიხმარებაა საჭირო სწრაფი ბურთი. მარჯვნივ ნიკოლაშვილი გრძელი პასი, რომელსაც გადავსება აქ და აქ საინტერესოა რა მოხდა. ანუ ყველაფერი თამაშის წესების დაცვით არის, აღნიშნოთ რეზი ბროძელის სწრაფი და ჭკვიანური მოქმედება, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, არესმა მოასწრო ის, რომ უკან ჩავიდა 10 მეტრის ნიშნული არ დაარღვიეს და ასევე მოახერხეს ის, რომ ცარიელი სივრცეები გადაევსოთ. საკმაოდ სახიფათო კონჩეტევები აქვთ ტაოს მორაგბეებს, პირველი ლელოც სწორედ აი ესეთი კონჩეტევით დაიდო და ეხლაც გამწვავდა მომენტი სწორედ კონჩეტევის შემდეგ. თევდორაძის კარგი დარტყმული ძალიან, რომელსაც ოთარ ტალახაძე ეუფლება და მაღალი აბრაგანით გამოდის, რომელსაც მიყვება ოთარ მეტრეველი, თუმცა არც თუ ისე კარგი დარტყმული იყო დიაგონალზე. ეს საბა ნიკოლაშვილი იქნება, რომელმაც ზედმეტი რისკის გარეშე პირდაპირ კიდეს დაუმიზნა და გადაიტანა ბურთი კიდეც. აქ საინტერესო იყო, ალბათ წინა მომენტზე იყო მითითება, რადგან ტალახაძემ დიაგონალზე დაარტყა და მეორე ფრთა ისე სწრაფად ვერ აყვა ბურთს.
და თავისუფლად დაიჭირეს ბურთი ქუთაისელებმა და შემდეგ ძალიან კარგი დარტყმით უპასუხეს. მაქსიმალურად როცა მაღალს უტყავ, კარგი იქნება რომ წნეხი დაადო მოწინააღმდეგეს, რათა მას არ კონდეს თავისუფლად ბურთის მოპოვების საშუალება და შემდეგ ასევე თავისუფლად შენახევარზე გადმოსვლის საშუალება. ვარდანიძე მარგველაშვილზე, მაჩალაძე მაღალ სისტრაფეში, კარგად დახვდნენ. ურანგათა ძალიან კარგია. საინტერესო კომბინაცია მარგველაშვილის გადაკიდება. და ინარჩუნებს ვურცა ბოლო ჯამში არის დატოვებენ თუ არა მოედანში, ახერხებენ კი. გრძელდება მათი შეტევა, კვლავ მაჩალაძე კარგად მიეძალა. ისევ შკინინი იყო ბურთზე ჩასული, თუმცა გაათავისუფლეს ქუთაისელებმა. თევდორაძე სწრაფი ამოგდება, ძნელაძე წავიდა. კარგი ბოჭვა ორმაგი. შეინარჩუნა ბურთი მიუხედავად ამისა, მარგველაშვილი მარჯვნივ ათამაშებს, კვლავ მორგენალებს ვარდანიძე. საკმაოდ დიწნეხში იყო, თუმცა აქ შეძლეს პატარა მცირედით წინსვლა და შემდეგ ისევ იმ წერტილს უტევენ, სადაც ძალიან დიდი შეჯგუფებაა და იკითხებოდა ეს სიტუაცია, ძალიან წვალობდა ქუთაისის არეში, ერთ წერტილს უტყავდა სულ და შემდეგ უკვე მე მგონი ჩახურეს თავად ბურთი კი. ასეც აღნიშნა შოთი ცაგარეიშვილმა, რომელიც ახლოს იყო მომენტთან პირდაპირ გადაწყვნენ რაგზე ქუთაისელები, მოუკლეს თამაშის საშუალება ტაოს მორაგბეებს. ეს კი თორნიკე ზოიძე. თორნიკე ზოიძე, არველაძე, ასევე შკინინის გამოჩნდა ლეგენდარული საკმაოდ ვეტერანი მორაგბე. კილაძის შემოგდებული ბურთი ძალიან ცუდი იყო. მაჩალაძე გაიჭრა წინ, თუმცა რა კარგი ბოჭვა დაახვედრეს აქ. ალახაძე იყო თუ არ ვცდები. ეს კი უკვე მაღალ სისტრაფეში მოდის ტაუნ დრავა. როგორია რა დრავამ და შევიდა მაინც 5 მეტრიანში, 3 მეტრი ლელომდე. ეს ნელაძე კარგი პასი იყო, მაღლა დაიჭირა, თუმცა ისევ და ისევ ინარჩუნებს ბურთს ქუთაისი. კუცნიაშვილი თავგანწირულად თამაშობს, დაბალ ბოჭვას ასრულებს, ტურანგათაც იქვეა. ძალიან კარგი მიძალება, აქ უნდა გადაეწყოს სწრაფად ტაო, თუ უნდათ რომ დაიცვან თავიანთი ლელო, ისევ ბექა მამრიკიშვილი, რომლის პოზიციაც უკვე იკითხებოდა, რომ თავად მოიპარავდა ბურთს. და აქ ბურთზე ჩასულია ზოიძე, თუმცა გათავისუფლდა. ძალიან ახლოს არის ქუთაისის არეში, გადადეს აქ. გადადეს უყურადღებად იყვნენ იქ ნულოვან ზონაში. ტაოს დამცველები და ვარდანიძე გუნდის თავმა მშვენივრად ისარგებლა ამ მომენტით. ვარდანიძე არის მორაგბე, რომელიც გამოირჩევა მაღალი ინტელექტით მოედანზე, მისი ფიზიკური მონაცემები არც თუ ისე განმაცვიფრებელია, როგორც მაგალითად არსენ მაჩალაძე, პიტაიავი, ისინი ბევრად უფრო ესეთ ფიზიკური მოთამაშეები არიან, თუმცა ვარდანიძეს აქვს ის თვისებები, რომლითაც კითხულობს მეტოქის მოქმედებებს, შეუულია დერეფანში ბურთის მოპარვა, თავისი დერეფნის ძალიან მარტივად მოპოვება და აი ესეთ სიტუაციებსაც ძალიან მარტივად კითხულობს. ამიტომაც ანგარიში ხდება 14-7 უკვე წინ გადის ქუთაისური კლუბი და იმყარებს იმის შანსს, რომ მოხვდეს ზედა პოზიციებზე ჩემპიონატში. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბათუმის ბათუმია პირველ ადგილზე, იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ მათ ითამაშეს და ბონუს ქულაც აიღეს 58 ქულით, მეორე ადგილზეა ქუთაისის აია ასევე 58 ქულით და მესამე ადგილზეა ქუთაისის არეში 56 ქულით. იმ შემთხვევაში თუ დღეს ქუთაისის არეში მოიგებს ან თუნდაც ერთ ქულას მოიპოვებს, უკვე გადადის ავტომატურად პირველ ადგილზე და შემდეგ 4 საათზე თავის თამაში თამაშებს. აია მათაც თუ მინიმუმ ერთი ბონუს ქულა აიღეს, თუნდაც რომც დამარცხდნენ და ნუგეშის ქულა აიღონ, მაინც პირველ და მეორე ადგილებზე ქუთაისელები დარჩებიან. ასე რომ როგორც თქვით და როგორც გითხარით,
კრაკოვი დიდი 10-ის გათამაშებაში ჯერ არც ერთ პოზიციაზე არაფერი არ არის გარკვეული და აი ეს ბოლო წინა ტური არის ეხლა და ბოლო ტური იქნება უკვე შემდეგი მე-17 ტურს თამაშობთ ეხლა, მე-18 ტური გაიმართება უკვე აპრილის დასაწყისში და ყველა თამაში ერთ დროს არის, როგორც იცით, რადგან დასკვნითი ტურია და ბევრი რამე წდება. კი, რადგან ვიღაცამ რო წააგოს, მერე შენმა თამაშმა აზრი არ დაკარგოს, თუმცა საინტერესოა. მერე უკვე პლეი-ოფები გვეწყება და იცით რომ ჩვენთან ძალიან საინტერესო პლეი-ოფებია, პირველ 6 ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს ეთამაშებიან და მერე უკვე უფრო დეტალურად მოგახსენებთ ამის შესახებ. ამასობაში გრძელდება აულთა შეტევა. მიუახლოვდნენ მეტოქის 22, თუმცა გამოიტანეს ეხლა ბურთის სიღრმეში აგზელებენ შეტევას ქუცნიაშვილმა გადააწოდა ბურთით ანაგუნდულს და წინ ვარდნა. ხოთა შორის არ ქონდა ბევრი შერკინება პირველ წუთში, ესეც აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე ამინდი არის სათამაშოდ. იქ მცირე შეცდომას უშვებს ვეფხვია ფეიქრიშვილი. და შერკინება ქუთაისელები შეაგდებენ ბურთს შერკინებაში. ნახოთ რამდენად კარგი შერკინება და სუფთა შერკინება გვექნება თან თუ გადავავლებთ გასულ ტურებს ტაოს საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა შერკინებაში რთულად თუ გამახსენდება თამაში სადაც ტაო დაჩაგრეს ამ კომპონენტში ძირითადად ისინი მოწოდების სიმაღლეზე არიან ასე რომ ვნახოთ აი ქუთაის როგორ დაუდგებიან შერკინებაში შეგახსენებთ რომ ერთი ცვლილება განხორციელდა უკვე ტაოს რიგებში დაიმტრა ოთარ ტალახაძე და მის მოგივედ გიორგი ნავროზაშვილი შემოვიდა უკვე მოედანზე. საინტერესო 10 ნომერზე სწორედ გიორგი ნავროზაშვილი დადგება თუ მაგალითად ოთარ მეტრეველი ან გიორგი შკინინი გადაინაცვლებს 10 ნომერზე. საუბრობთ შკინინმა უნდა დაიკავოს გამომდინარე იქიდან რომ მთელი სეზონია პრინციპში 10 ნომრის პოზიციაზე ირჩება. გიორგი შკინინი ამასობაში მაჩალაძე ეძალებოდა, მარჯვნ გადააწოდა ბურთი, კვესელავამ სიღრმეში შეაცურა ბურთი, საკმაოდ კარგად თავარია არ დატოვოს ეხლა მისთვის. ბურთმა მოედანი არც ხდება ასე. და ლელოს მოედნიდან, ლელოს ხაზიდან უნდა გააგრძელონ, კი არა, საწყისი დარტყმით უნდა გამოვიდნენ. ვნახოთ. ვაკ საინტერესოა დაახლოებით მივხვდი რაზეც საუბრობდნენ საბა ნიკოლაშვილი და გიორგი შკინინი ის რომ უკანა მხარე მთლიანად მოტიტლებული იყო და არავინ არ იყო დარჩენილი ტაოს რიგებიდან სწორედ ამიტომ მოუწია გიორგი შკინის ძალიან ბევრი სირბილი უკან რომ დაწეულიყო ბურთთან ლეჟავა და თევდორაძე ურტყავს არეკ საკმაო შორი დისტანციიდან თუმცა არც თუ ისე კარგად ნახოთ აქ იდეალური დარტყმა გამოუვიდა საბა ნიკოლაშვილს რომელიც უკეთეს ვერცინატრები დაახლოებით 10 მეტრიან წყვეტილხასთან ხო ნუ მეტოქის ნახევარზე ცენტრსა და 10 მეტრიან წყვეტილხას შორის რაგბიში ეს დარტყმა საკმაოდ კარგი დარტყმად ითვლება ხო მე კიდე ცოტა უფრო სიღრმეში მეგონა მაინც მშვენიერი დარტყმა გამოუვიდა კი აი ეს ნიშნავს რომ უკვე მეტოქის ნახევარზე გადადიხარ მეტოქის არჩევანი ჯერ დერეფანში უნდა მოიგოს ბურთი და შემდეგ უკვე არჩევანი აქვს გასაკეთებელი თავადაც ფეხით გამოვიდეს თუ აი ეს ხელდახელ წამოიწყოს შეტევა ვნახოთ მოწოდა ბურთი დერეფანში მარტივად მოიგეს ქუთაისელებმა მაღალ საბრძოლო ბურთს წევენ საურის მისადგომებთან თუმცა შევიდა ეს ბურთი 22-ში
იდეა ძალიან კარგი იყო, თუმცა როდესაც დამრტყმელი ასეთი დარტყმით გამოდის საკუთარი ნახევრიდან, მან ორი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. პირველი ის, რომ როდესაც მაღალს ურტყავ თუ 22-ში შევიდა ეს ბურთი, მაშინ უკვე შენიანიც უნდა მიყვებოდეს, რადგან მეტოქის უკანა ხაზელს თავისუფლად დაუფლების საშუალება არ ქონდეს ბურთის და შემდეგ მარტივად კონტრდარტყმით არ გამოვიდეს, ხოლო მეორე ვარიანტი იქნებოდა, რომ 22-ში არ შესულიყო ბურთი და 22-ის მისადგომებთან დაცემულიყო, სადაც უკვე სწრაფი გადაწყვეტილების მიღება იქ დასჭირდებოდა მეტოქის უკანა ხაზელს. ამასობაში ნიკოლაშვილის დარტყმა კვლავ სიღრმეში ეუფლებიან. წნეხის გარეშე დარტყმები ორივე გუნდს აი ჩახურვას ხედავთ რამდენი ხანი გვიანებს კიდევ ერთი დარტყმა, სავარაუდოდ ეს ბურთი უკვე კიდეზე გადავა. ცენტრთან ექნება კვლავ ქუთაისის არის დერეფანი. აქ პინგ-პონგი ეგრეთ წოდებული პინგ-პონგი გაიმართა, რომელშიც დიდად ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიგო, თუმცა ოდნავ პოზიციები მაინც ქუთაისელებმა გაიუმჯობესეს. საბა მახარადის ალამს ხედავთ აწეულს. და აქ დაიტოვეს ბურთი საბოლოო ჯამში. არესელებმა იწყებენ კიდევაც შეტევას, ჩამოვიდა ბურთი მესამე ზონაში, ფეხით თამაში. აქ ერეფანი ექნება ეხლა. ცოტნე კვესელავას კარგი იქნებოდა თუ დატოვებდა ბურთს მოედანში, მთლიანად უკანა ხაზი მოშიშვლებული იყო. სამცხე ჯავახეთის ტაოსი და შეიძლებოდა უკვე უკანა ზონაში ბურთის ჩაგდება, თუმცა კიდეზე გადავიდა ცოტნე კვესელავა. ახლა კილაძე ცოტა დასტაბილურდა თამაში, თამაშმა გადაინაცვლა მოედნის ცენტრში და თითქოს ვერცერთი გუნდი ვერ მოიპოვეს უპირატესობა, აი ძლიერი დარტყმული. ნახოთ, ბოჭვაც აკმაოთ. მაგრამ წინ თამაში, თუმცა ბურთს ეუფლება გიორგი ნავროზაშვილი. სწრაფი კონჩეტევის საშუალება აქვს, ამდენი ხანი ბურთი გაჩერდა. ხო, გადავა კვლავ სტატიკურ ფაზაში, თუმცა მაინც მაღალ ტემპში გრძელდება ჯერჯერობით. შეტევა ჩავიდა ბურთი ბოლო ზონამდე. შეგოჭეს აქ ნიკოლაშვილი, მარჯვნივ კვლავ მეტრეველმა გამოუტანა ქუცნიაშვილს, კარგად არჩა ფეხზე ქუცნიაშვილი. პიტა იავიმა იცდილობს რაკში თამაშს, თუმცა რაკი დადგა უკვე ძალიან კარგად და აი აქ გაუჭირდება თამაში ეფხია ფეიქრიშვილი. ფეიქრიშვილის მიძალება, რომელიც არც თუ ისე წინ მიდის, თუმცა ეს უკან იყო ეს პასი და შემდეგ უკვე ფეხს ურტყავს გიორგი შკინინი, რომელიც გადადის უკან და დარტყმის ადგილას იქნება მეტოქის დერეფანი. ბექამ ამრიკიშვილი კვლავ მიემართება ბურთით დერეფანში მოსაწოდებლად. ხო, საკმაოდ დატვირთული შაბათ-კვირა გველის შენ ჩამოთვალე უკვე დიდი ათის სამართი მატჩები, ასევე სუპერ რაგბის მშვენიერი წამოწყება, რომელიც რაგბი TV მაჩუქა ფაქტობრივად ქართულ რაგბის გულშემატკივრებს. მსგავსად დღევანდელი დღისა, დღეს უკვე ორი მატჩი გქონდა სუპერ რაგბისა, ხვალაც 10 საათზე ფორსირსა და დრუას დაპირისპირებას შემოგთავაზებთ. დღეს გაიმართა ბულზის და კრუსაიდერსის მატჩი, გადმოვეცით, ასევე ვარათაზისა და ბრამბიზის საინტერესო დაპირისპირება. მოკლედ იქაცთან მიდის ნელ-ნელა პლეი-ოფისკენ. ხო, იქ ეხლა დაიწყო მე-6 ტურია უკვე. მე-6 ტურია, მაგრამ ჯერჯერობით აი ხა
გახურდება იქაც თამაშები, თავიდან შედარებით ნელ ტემპში მიდის და შემდეგ უკვე ის შეცდომები, რომელსაც გუნდები უშვებენ საწყის ტურებში, აი ეს შეცდომებიც მინიმუმამდე დავა და უკვე მაგარი თამაშები გვექნება. თან გამოიკვეთა ის, რომ ავსტრალიური გუნდებიც საკმაოდ კარგად გამოიყურებიან და ექნება შანსი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩაებნენ. ძალიან ჭკვიანური გადაცემა. შესანიშნავია ძნელაძე აგრძელებს. აქ გამოუვა თუ არა უხტათ კარგად ბურთი. თორე როგორი. ხო, ნუ დახატა ყველაფერი ქუთაისურმა გუნდმა. ქუთაისის არესმა ჯერ იყო და გუგა მარგველაშვილის პატარა შეცურება, შემდეგ ძნელაძე და აქეთ გადმოკიდებული დანახული სივრცე, რომელსაც თითქოს არავინ იცავდა, თუმცა კარგად ამოავს ბოგინდრაუმ სივრცე ფეხით ითამაშა და 5 მეტრიანი შერკინება ქუთაისის არესის. საკმაოდ სახიფათო პოზიციაშია. როგორც ვივარაუდეთ, ოთარ მეტრეველი გადავიდა 10 ნომრის პოზიციაზე, დაცვით ფუნქციებში სწორედ ის დგას ფრთაზეა. გიორგი ნავროზაშვილი. ნუ ძალიან არსენ მაჩავაძე სწრაფად აიღებს ბურთს, ასეც ხდება, პაატა ბურჭულაძე ახერხებს და აკეთებს ბოჭვას, თუმცა აქ თუ ძალიან ზოიძე აქ თუ თამაშგარის წესი არ დაიღო, თქო მინდოდა თქვა შესანიშნავად თამაშობდა და დაიღო. როგორც ჩანს, ძნელაძე ათამაშებს ძალიან სწრაფად ბურთს და მატჩის 31 წუთზე გააქვთ საკუთარი მესამე ლელო არესელებს. არა ერთხელ და ორჯერ აგვინიშნავს ის, რომ ზურა ძნელაძე ძალიან გამოცდილი შუამარბია, ასევე გარემარბის პოზიციაზე შეუულია მას თამაში და ესეთ სიტუაციებს ძალიან კარგად კითხულობს. ახლაც ის, რომ სწრაფად გაათამაშა, თითქმის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლო და მოუტანა 5 გოლა თავის გუნდს გიორგი თევდორაძე. საკმაოდ მარტივი გარდასახვა ეხლა თევდორაძეს. ზუსტია. თევდორაძის გარდასახვაც 21-7 ტაოს ლელოს შემდეგ ფაქტობრივად კარგი გააძრებული შეტევაც არ ქონია. ნახოთ. ას შემოგთავაზებს ეხლა. შეიყვანეს ბურთი თამაში, მარტივად მიიღო მაჩავალძემ, თუმცა მალევე შებოჭეს 8 ნომერი მარცხნივ მორკინალები ჩართო საქმეში. მარგველაშვილმა აგზელებინებს ეხლა რაკს თანაგუნდელებს. ცოტა დიდი ხანი მოუნდა რაკის ფორმირებას გუგა მარგველაშვილი, არც დიდად დაუჩქარებია მთავარ საჭს და საბოლოო ჯამში კარგი შედეგი მიიღო ტაომ თავის სასარგებლოდ დარტყმის ადგილას, ანუ დაახლოებით 22 მეტრიან ხაზის მისადგომებთან იქნება დერეფანი სწორედ სამცხე ჯავახეთის ტაოსი. თამაზკილაძე ბურთით. აი ეხლა უნდა შესთავაზოს რამე. ვიტოქეს სამცხე ჯავახეთის ტაომ ბურჭულაძე ორი ხელით ტურანგათა, კარგი ხელის კვრა. კარგად იარა ტურანგათამ, შევიდა კიდეც 22 მეტრიანში ქუცნიაშვილი. ბევრი ტექნიკური ხარვეზი ქონდა ტაოს პირველ ტაიმში. ვნახოთ მეტრეველი ამასობაში შიგნით შეტრიალებული გადაცემა ბონგინდრაუზე. მარცხნივ კვლავ მორკინალები ქუცნიაშვილი. გასუფთავდა რაკი ისევ ბროძელი მარცხნივ ტურანგათა რა კარგად შემოდის. თუმცა წინ თამაში საინტერესო ტურანგათაც გაუვარდა თუ თანაგუნდელს. საკმაოდ კარგი ლეგიონერები ყავს ჩემპიონატში, რომლებიც ხო ნამდვილად იგრძნობა, რომ ხარისხობრივად რიგ შემთხვევაში საშუალო სტატისტიკურ მოთამაშეზე მაღლად განან
უმეტესობა მათ. მომწონს ძალიან ტურანგათა, ასევე აქეთ ხარესაც პიტაიავი ძალიან კარგია, დრავაც, ფინაუც, ასე რომ ეს კი 12 ნომერი ლაისის ამ ბოგინდრაო. ცოტა გაიწელა მომენტი. დრო გაჩერებული არის ჩართავს ახლა. ზაკარეიშვილი. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ თამაშის მერე გაიმართება 4 საათზე ყოჩებისა და ქუთაისის აიას დაპირისპირება, რომელიც რაგბი პლატოზე იქნება, ვისაც დრო გაქვთ შეგიძლიათ მიბრძანდეთ, ვისაც არ გაქვთ შეგიძლიათ ტელეეკრანებიდან რაგბი ტივის მომსხდეთ და უყუროთ. ჯერ ამ ძალიან საინტერესო თამაშს მივყვეთ. მაღალი დარტყმა, რომელსაც მიყვებოდა ძალიან კარგად მაჩალაძე, ბოჭვაც გააკეთა, თუმცა ხელიდან დაუსხდა ბურთი. ვერ დავინახე ზუსტად რომელი მორაგბე იყო, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში გიორგი შკინმა გადაარჩინა მომენტი და ვნახოთ ახლა ნიკა სირაძე შედიოდა რაკში არასწორი მხრიდან და საბოლოო ჯამში ბროძელი გამოდის. კუცნიაშვილი ისევ რეზი ბროძელი ზურგში უტყავს და ლეჟავას აქვს მთელი მარცხენა ფრთა იმისთვის რომ ბურთი წამოიღოს, თუმცა ძნელაძის დიაგონალზე გადაკიდებული ბურთი ნახოთ მიყვება. ისმის თანაგუნდელი ნიკოლაშვილი მოაცილა ბურთი დარტყმის წერტილს ბურჭულაძე. ბურჭულაძე მარტოა 4 მეტოქის წინააღმდეგ, თუმცა ვერ იყო ჩაღეს იქ რაკში. მასპინძლებმა ხელით მოაქვს ტურანგათა, კარგია ტურანგათა, როგორი ამოგდება და აქ უვარდება ბურთი წინ. გინეიშვილს თუ სწორად არა, მე მგონი 22 ნომერი გიორგი ნავროზაშვილი იყო. ნავროზაშვილი კი. რომელმაც თითქოს იქ ფეხი გადაიტრიალა. თუმცა წყობშია. ყველაფერი კარგად გააკეთა ტურანგათამ, უბრალოდ გიორგი ნავროზაშვილის მცირე შეცდომა. იწყობა მორიგი შერკინება საკმაოდ სახიფათო წერტილში ტაოსთვის. გორდა ბურთი შერკინებაში დატრიალდა, თუმცა არის ბურთი მაჩალაძე. ვერ გამოიტანեց ბურთი ხაზზე, ხელდახელ შესატევად არის ელებმა პირველი ხელიდან ყოველთვის საშიში არის. ბურჭულაძე როგორი ეფექტური იყო ამ შემთხვევაში ბოჭვის დროს, აი აქაც შეაჩერეს ქუთაისელები, თუმცა ქუთაისი წინ მიდის მაინც დაახლოებით 9 მეტრი თითო ფაზებს შორის. ეს კი არა ზუსტი გადაცემა, თუმცა მე მგონი თამაშია და ცოტნე კვესელავა გაიტანს მეოთხე ლეველს ახლა. ქუთაისის არესისთვის. რა თქმა უნდა, საჯის ნიშანს უნდა დაელოდოს გუნდი, იქამდე თამაშს არ უნდა გამოეთიშო, ბოლომდე უნდა მიყვე ეპიზოდს და თუ გინდა რომ ასეთი რამ არ მოხდეს, მე რაც დავინახე პატერსიო ფინაუმ გააკეთა არაზუსტი პასი, შემდეგ ფეხზე მოხვდა კვესელავას და უკვე გაიჭრა ასე ხაზი ჩვენზე ახლოს იქ მთავარი მსაჯი იყო და ის უკეთესად დაინახავდა ეპიზოდს. უკვე საკმაოდ სოლიდური
სხვაობაა, თან გავითვალისწინოთ ისიც, რომ უკვე ბონუს ქულა აქვს. ქუთაისის არის დაბევებული. ხო, ამ ესე თუ მორჩა შეხვედრა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში უფრო საინტერესო იქნება, რადგან ახლა როგორც გითხარით ჩვენ, ყოჩებსა და ტაოს შორის განსხვავება სულ რაღაც 5 ქულაა. აქედან გამომდინარე, თუ ყოჩები მინიმუმ 1 ქულას აიღებს დღეს და ბოლო ტურში ტაო ყოჩების დაპირისპირება და იქ მაგალითად ყოჩები ბონუს ქულით მოიგებს, უკვე უპირატესობა სწორედ ყოჩებს ექნება და ისინი გადავლენ მეცხრეზე. თუ თანაბარი ქულები მოაგროვა ამ ორმა გუნდმა, აქ უკვე ბურთების უპირატესობა არის, როგორც ვკითხულობთ ჩვენ ჩემპიონატში. დებულებაში. კი, პრიორიტეტი ენიჭება ქულების ბალანსს და ქულების ბალანსით საშინელი შედეგი აქვს ბოლნისის ყოჩებს -273, ხოლო ტაოს აქვს -93, ამიტომ ყოჩები თუ სწორებას გააკეთებს, აუცილებლად სწორება უნდა იყოს იმაზე, რომ ქულების რაოდენობაში აჯობოს ტაოს. ხოლო ტაოსთვის თანაბარი ქულებიც საკმაოდ მისაღები იქნება. ნახოთ აქ ძალიან სერიოზულ შეცდომას უშვებს მარგველაშვილი, რაც კარგი შანსი არის ტაიმის მიწურულს, რომ გააზრებული შეტევა შემოგთავაზოს სამცხე-ჯავახეთის ტაომ. დიდი ხანია მათ არ შეუტევიათ ბოლო წუთი პირველი ტაიმისა. და ბურთი გაჭირვებით მოიგეს სტუმრებმა. კარგად დახვდნენ აქ მათ ლეგიონერსაც დაცვაში, ტურანგათას და მორიგი ტექნიკური წუნი სამცხე-ჯავახეთის ტაოსგან. უკვე ძალიან ბევრია ასეთი წუნი, რის გამოც ვერ ახერხებენ ისინი წარმატებული შეტევების დატოვა ბურთი თამაში, ხრით იყო ეს თამაში. ხო, თითქოს შეიძლება და დაჯარიმება, მაგრამ თითქოს შეიძლება ამ მომენტის გატარებაც. რაცა აქ ძალიან გარისკეს ტაოელებმა. საბა ნიკოლაშვილმა მართლაც რომ ძალიან გარისკა, მაგრამ გაამართლა რისკმა. სხვაგვარად დიდი ალბათობით ლელოთ შეიძლება და მოყოლოდა იმ შეტევას და კიდე წინ თამაში. ხო, თუ გახსოვთ წინა ტურში საკმაოდ კარგი ამინდები იყო და აი ეს კარგი ბურთაობაც მიდიოდა ჩემპიონატში, აი, როდესაც ცუდი ამინდია, წვიმა კიდე უფრო მეტ დახსასვავს თამაშის ტემპს, აი ესეთი წუნები მეტია და მე პირადად ვიმოდევნებდი, რომ ისე გქონდეს დაორგანიზებული ჩემპიონატი, რომ კაი ამინდებში უფრო მეტი თამაშის საშუალება გქონდეს, რადგან მოედანზეც მეტი მაყურებელი მივა, იქაც უფრო მეტი აქტიური ღონისძიებები იქნება, გუნდიც უფრო ლამაზ რაგბს შემოგთავაზებს, უფრო ლახს და იმედია, რომ აი ესეთ მომავალში უკვე იქნება ამის საშუალება და უკეთეს კალენდარი გვექნება ჩემპიონატისთან. გავითვალისწინოთ ისიც, რომ საერთაშორისო კალენდართან რომც მოვიდეს დაპირისპირებაში, დიდიათიდან ნაკრებში მორაგბეებს არ იძახებენ, ყავს სამისთვის შავი ლომი და შავი ლომიდან მიდის მორაგბე ნაკრებში, ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ გუნდი არ სუსტდება. და მენეჯმენტებად. კი, ანუ გაკეთებადია. ნუ ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრია და დაატოვა ბურთი ძნელაძემ. შეუტევს ალბათ მაინც ბოლომდე
ქუთაისის არესი არ გაჩერდებიან ძნელაძემ რა კარგადია რა აქ მივიდა მეტოქის 22-მდე მარგველაშვილი მარცხნივ ვარდანიძე მოძებნა კარგად მიეძალა ვარდანიძეც სათამაშო პირველ რიგში ალბათ ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა ქუთაისის არესმა აქ თავისუფალზე დაიწყო და სავარაუდოდ დროც გასული იქნება გაათამაშოს საბა ნიკოლაშვილმა და ალბათ გადაიტანს კიდეზე ასეც ხდება ამით პირველი ტაიმი მთავრდება საკმაოდ დამაჯერებლად იგებს ქუთაისის არესი სამცხე-ჯავახეთის ტაოს წინააღმდეგ 28-7 ამ ეტაპზე ბონუს ქულა ასე მორჩენის შემთხვევაში ექნება და ისევ პირველ ადგილზე გადავა ქუთაისის არესი დავისვენოთ დაახლოებით 10-15 წუთი და ძალიან მალე დაგიბრუნდებით დროებით